დაგიბრუნდით ჯანსაღი და გემრიელი დესერტის რეცეპტით, რომელსაც ასევე გამოიყენებთ სწორი კვების დროს. პირველ რიგში გავიკეთებთ ჩისტოს ბრენდის ხელთათმანს. ბლენდერში მოვათავსოთ ნიგოზი, სეზამის მარცვალი, სელის მარცვალი, გოგრის გული და დავაბლენდეროთ. სელის თესლი ბლენდერში წმინდად არ იფქვება, ამიტომ სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ სანაყი. დაბლენდერებულ მასას დაუმატოთ თაფლი და გავაერთიანოთ კოვზის საშუალებით, ან შეგიძლიათ მოზილოთ ხელით. გამოვიყენებთ ჩისტოს ბრენდის პერგამენტის ქაღალდს. დავაფენ დაფაზე, რომ დაფის სპეციფიკური გემო არ მიიღოს ჩვენმა დესერტმა. მოზელილი მასა შეგიძლიათ გადაიტანოთ დაფაზე და მისცეთ სასურველი ფორმა, შემდეგ კი დაჭრათ დანით. ან ხელის საშუალებით გააკეთოთ ესეთი პატარა ბურთები და ამოავლოთ სეზამის მარცვალში. სეზამის მარცვალში ამოვლებული ბურთები შეგიძლიათ დააწყოთ სასურველ ლანგარზე, ან ჩადოთ მაფინების პატარა ფორმებში. გამოგვივიდა ჯანსაღი, გემრიელი და ულამაზესი დესერტი, რომელიც ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ფურშეტისთვის. აუცილებლად გავაციოთ მაცივარში 2-3 საათის განმავლობაში და შემდეგ შევინახოთ გრილ ადგილას.